ზესტაფონში აუტიზმისა და ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი ნაიო გაიხსნა. ნაიოს ფილიალი ზესტაფონში ცენტრის ხელმძღვანელმა ზაზა პატარიძე მუნიციპალიტეტის მერთან ვასილ გველესიანთან ერთად გახსნა. სარეაბილიტაციო ცენტრში ბენეფიციარები პირველ ეტაპზე კონკრეტული უფასო სახელმწიფო პროგრამებით ისარგებლებენ. დღემდე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებს საჭირო სერვისების მისაღებად სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება. როგორც მერმა განმარტა, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ შესაბამისი სერვისების მიღება ზესტაფონშიც ყოფილიყო შესაძლებელი. რეაბილიტაციის ცენტრი ნაიო 1997 წელს დაარსდა. მისი შექმნის მიზანი იყო თანამედროვე ევროპული და ამერიკული სერვისები მიეწოდებინა დასავლეთ საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. წლების განმავლობაში ცენტრი იყო ერთადერთი მსგავსი ტიპის დაწესებულება დასავლეთ საქართველოში. დღევანდელი მონაცემებით ცენტრში მაღალკვალიფიციური სერვისით სარგებლობს 700-ზე მეტი ბავშვი. ცენტრს გააჩნია 3 ფილიალი: ზესტაფონში, ტყიბულსა და ხონში. იგი ასრულებს შემდეგ პროგრამებს: აბილიტაცია, რეაბილიტაციისა და ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო ქვეპროგრამები, ქუთაისის მერიის აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამა, ასევე ხონის, ტყიბულისა და წყალტუბოს მერიის ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამები. ცენტრში დასაქმებულია 130-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი. ცენტრი არის ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური რეაბილიტაციის ფაკულტეტის სასწავლო ბაზა. ასევე არის საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის კოლეჯის სპორტული მასაჟის მიმართულების სასწავლო ბაზა. დღეს მნიშვნელოვანი დღეა ქალაქ ზესტაფონისათვის და ასევე მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენი ორგანიზაციისათვის. ჩვენ მესამე ფილიალი გავხსენით უკვე იმერეთის რეგიონში. ქონდა ფილიალი ტყიბულში და ქონდა ფილიალი ხონში. დღეს ხსნით ზესტაფონის ფილიალს. აღნიშნული ფილიალი მოემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს 0-დან 18 წლამდე აბილიტაცია, რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. რა იყო მიზანი ამ ცენტრის გახსნისა? ძალიან ბევრი რაოდენობა ბავშვებისა აი ამ სერვისის მისაღებად მოდიოდა ქუთაისში და მათთვის ტრანსპორტირება იყო ძალიან პრობლემატური. ამოდენა გზაზე ჩამოსვლა, მერე უკან დაბრუნება ბევრს უქმნიდა პრობლემას. ამიტომაც ჩვენ გადავწყვეტეთ აი ამ სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რომ აღნიშნული ფილიალი გაგვეხსნა ზესტაფონში. მე მინდა დიდი მადლობა მოუხადო ქალაქ ზესტაფონის მერს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა აი აღნიშნული ფართის ჩვენი ცენტრისათვის გადმოცემაში და ასევე უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადა გერმანიის საელჩოს, რომელიც ფინანსური დახმარებითაც და ჩვენი თანამონაწილეობით მოხერხდა აი ამ შენობის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, აღჭურვა. ჩვენ სავარაუდოდ ძველი ახალი წლიდან უკვე შევუდგებით პაციენტების მიღებას და უსურვებ ყველას დამდეგ ბედნიერ ახალ წელს 2025 ყოფილიყოს მათთვის წარმატების და ბედნიერების და ჯანმრთელობის მომტანი. მნიშვნელოვანი დღეა ზესტაფონელებისთვის. ორგანიზაცია ნაიოს ზესტაფონის ფილიალი გაიხსნა დღეს, რომელიც 0-დან 18 წლამდე ბენეფიციარებს მოემსახურება. საჭიროებისამებრ არის გახსნილი მეტყველების, სპეცთერაპიის, არტ-თერაპიის და სხვადასხვა მიმართულების თერაპიის კაბინეტები. გადამზადებული არის 8 სპეციალისტი, ზესტაფონელი თერაპევტები, რომლებიც იმუშავებენ აი ამ ადამიანებთან, საჭიროების მქონე ადამიანებთან და ვფიქრობ, რომ აი წლების მანძილზე აუცილებელი იყო, რომ მინიმუმ ქუთაისში ეტარებინათ ეს ბავშვები და მოგეხსენებათ, ეხლა ყველამ ერთად მოვეფერეთ აგერ ამ პატარებს და მართლაც აქვთ აუცილებლობა იმისა, რომ მათთან თერაპევტი მუშაობდეს და უკვე ადგილზე ექნებათ ამისი საშუალება. ჩვენ შეძლების დაგვარად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ფართი გამოგვეყო მათთვის და შეძლო ორგანიზაციამ, რომ გერმანიის საელჩოსთან ერთად ეს პროექტი შეემუშავებინათ და გერმანიის საელჩოს დაფინანსებით გაკეთდა ეს ყველაფერი, რასაც თქვენ ვისჯერები ხართ და მინდა ახალი წლის მობრძანება მიულოცო ორგანიზაციასაც, ბენეფიციარებსაც და ვისურვო და ვივარაუდო, რომ ეს ცენტრი ძალიან კარგი მაგალითიც იქნება და გამოყენებადი ჩვენი რაიონის
იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაიხსნა ბავშვთა სარეაბილიტაციო centri ნაიო, რომელიც მნიშვნელოვნად აუცილებელი იყო ზესტაფონის მუნიციპალიტეტისათვის. მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ამ ხელაგზაზე ბავშვის წაყვანა, წამოყვანა ძალიან რთულია, თუნდაც ზამთარში, როცა ადგილზე არის შესაძლებლობა არის საუკეთესო, იმიტომ რომ დროის გათვლის მიხედვით აქ მეტად კომფორტულია ჩვენთვის და ჩემი პატარასთვის, რომ აქ მივიღოთ ეს რესურსი და წინსვლას ვუსურვებ ცენტრ ნაიოს, რადგან აქ ჩვენს გვაქვს ეს პრივილეგია ზესტაფონელებს, რომ გქონდეს აქ ეს ცენტრი.